ძველი პუბლიკაციები სავსეა გურულების შესახებ ინფორმაციით და ძირითადად ეს ინფორმაცია შეეხება მათ ბრძოლის უნარიანობას. ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, ვინაიდან 120 წლის განმავლობაში, ახლობლად 120 წლის განმავლობაში გურულებმა 7 რუსეთ-თურქეთის ომში მიიღეს მონაწილეობა და ასევე ერთიანი და ამდენი აჯანყება მოუწყვეს რუსეთის უკიდეკანო იმპერიას. უნდა აღინიშნოს ამ აჯანყებიდან, რომ პრაქტიკულად 4 აჯანყება იმდენად სერიოზული და იმდენად დიდი და მასშტაბური იყო, მთელი გურია საკონტროლებდა აჯანყებულები და პრაქტიკულად რუსეთის იმპერიის კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. აქედან გამომდინარე ზოგიერთ შემთხვევაშიც ხედავთ ჩვენ, რომ აი გურული მებრძოლების რაღაც მითიურ არსებებაც წარმოდგენაც შეექმნა როგორც ჩანს მაშინდელ მკითხველს გურულების შესახებ ამას მოწმობს იგი რომ ძალიან ხშირად რუსები თავის წარუმატებლობას აბრალებდნენ გურულების ბრძოლის უნარიანობას მაგალითად რამდენიმე ისეთ სერიოზული მაგალითია ამის შესახებ ერთი არის ასეთი მაგალითი რომ 1905 წელს დურნოვო რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი წერილს უგზავნის რუსეთის იმპერატორს ნიკოლოზ მეორეს სადაც წერს რომ გურიას ვერ ვაკონტროლებთ იმიტომ რომ იქ 20,000 კარგად შეიარაღებული გურული მებრძოლი არისო და შესაბამისად შეუძლებელია ჩვენი ძალებით რამეს მივაღწიოთ. ეს რიცხვი ადვილად წარმოსადგენია რამდენად გაზვიადებულია, იმიტომ რომ 20,000 მეომრის ნახვა გურიაში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო მოსახლეობის მცირე ცხოვრებიდან გამომდინარე. ასევე სრული ფანტასტიკა იყო იგი რომ 20,000 მეომარი კარგად შეიარაღებული იყო. შემდეგ რამდენიმე თვეში ნასაკირალი ბრძოლასთან დადასტურდა რომ ხეირიანი შეიარაღება 15 თუ 20 კაცს ჰქონდა, დანარჩენი კაჟიანი თოფებით და რაღაც ჩიტზე სანადირო თოფებით იყვნენ იქ თავმოყრილი. შესაბამისად, ეს იყო ერთგვარი ახსნა თუ რატომ ვერ აკონტროლებდა რუსეთის იმპერია ამ ერთ მუჭა ხალხს. ანუ ეს კი არ იყო ერთი მუჭა ადამიანები და ძალიან პატარა მხარე საქართველოს, არამედ იყო რაღაც ძალიან დიდი არმიის მქონე ძალიან დიდი ქვეყანა, ამიტომ აი ეს წარმოდგენა მაშინდელ მკითხველს ექნებოდა გურიაზე, რომ ეს იყო რაღაც მითიური მეომრებით დასახლებული ქვეყანა. ასევე ასეთივე პროპაგანდასთან დაკავშირებული პუბლიკაციები ხდება შემდეგშიც. მე უბრალოდ ახლა აღნიშნავ ორ პუბლიკაციას, რომელიც შეეხება 1918 წელს. 1918 წლის იზვესტიაში მაისში 14 მაისს გამოქვეყნდა ერთი საინტერესო პუბლიკაცია, რომელიც შეეხებოდა ქართველების მხრიდან 5 საბრძოლო გემის დაპატიმრებას, ანუ შავი ზღვის ფლოტის, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 5 საბრძოლო გემის დაპატიმრებას ბათუმის პორტში. ამასთან დაკავშირებით გაზეთი წერს, რომ გაირკვა ამ გემების დაპატიმრების საკითხი და როგორც აღმოჩნდა, გემები დააპატიმრა გურულებმა. რა გემებზეა საუბარი? გაზეთის მიხედვით არის ამ 5 გემის შემადგენლობიდან ერთი არის ჯავშნოსანი, შავი ზღვის ჯავშნოსანი, 2 კრეისერი და 2 ნაღმოსანი. ახლა ამის წარმოდგენა ეს მთელი არმადა, ამის წართვება ცოტა სამარცხვინოც კი არა, როდესაც ასეთ სამხედრო დანიშნულების გემებს წაგართმევენ, ხო და ამის ახსნა როგორ ხდება? ამის ახსნა ხდება ის, რომ ეს უბრალო ადამიანებმა კი არ წაგვართვეს, არამედ წაგვართვეს გურულებმა, რომლებმაც ეკიპაჟები, ამ გემების ეკიპაჟის წევრები ნაპირზე გადასვლისთანავე დააპატიმრებს და ასევე დააპატიმრებს გემებიც. შესაბამისად ეს ერთგვარი ბოდიშის მოხთიც მაგვარია და თავის მართლებასაც შეიცავს, რომ ეს უბრალო ადამიანები კი არ იყო, არამედ იყვნენ გურული მებრძოლები და აქედანაც ჩანს, რომ ეს პროპაგანდა ამ გურულების საბრძოლო ავტორიტეტს რაღაც ფორმით ადგილს უძებნიდა და ამართლებდა იმ სამარცხვინო ფაქტს, რომელიც შეემთხვევა.
ასევე არის მეორე პუბლიკაცია იგივე იზვესტიაში ერთი თვის შემდეგ, სადაც წერია, რომ ბათუმს იცავდა 10,000 გურული მეომარი და რომ არა ჩხენკელის ბრძანება, რომელმაც უბრძანა გურულებს დაეტოვებინათ ბათუმი, თურქები ბათუმს ვერ აიღებდნენ მინიმუმ რამდენიმე თვეო. ამ შემთხვევაში ეს ამ ფაქტთან დაკავშირებით ბევრი რამ არის ცნობილი, თუმცა ამით პუბლიკაციის ავტორი ხაზს უსვამდა, ასე თქვა, ჩხენკელის მოღალატეობას და კიდევ ხაზს უსვამდა იმას, რომ ვინაიდან იქ 10,000 გურული მეომარი იდგა, გურული მებრძოლი იდგა, ამ ბათუმს თურქები ვერ აიღებდნენ და ამით კიდევ უფრო ამძაფრებდა ჭყალებში, თქვათ ასე, ჩხენკელის დანაშაულს. შესაბამისად, ამ ორი პუბლიკაციიდან ჩანს, რომ 1918 წელსაც საკმაოდ მაღალი იყო გურულების საბრძოლო ავტორიტეტი და როგორც მოგახსენეთ, თუ არ ჩავთვლით რაღაც ძალიან გაზვიადებულ ციფრებს, ძალიან გაზვიადებულ მონაცემებს გურულების აღჭურვილობაზე, ფაქტი არის ის, რომ ძალიან სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდებოდა ყოველთვის რუსები გურიაში და აქედან გამომდინარეც გურულების ბრძოლის უნარიანობა საკმაოდ კარგად იყო ცნობილი მთელი იმპერიისათვის.